წარმოგიდგენიათ, მომავალი, სადაც ხელოვნურ ინტელექტს შეუძლია წამებში გადაჭრას, კლიმატის კრიზისი. ან სადაც სიბერე უბრალოდ, განკურნებადი მდგომარეობაა. ხო, ან თუდაც სხვა ვარსკვლავურ სისტემაში მოგზაურობა, ჩვეულებრივი შვებულებასავით რომ იყოს. ნამდვილად. თქვენს მიერ მოწოდებული მასალები სწორედ ასეთ მართლა დაუჯერებელ პერსპექტივებს გვთავაზობს. მოდით ჩაუღრმავდეთ ამ იდეებს ცოტა. კი ბატონო. ეს მასალები, ესე იგი, მხოლოდ ტექნოლოგიურ პროგნოზებზე მეტია. აქ საუბარია კაცობრიობის არსებობის ფუნდამენტურ ტრანსფორმაციაზე. მაგალითად, სუპერინტელექტი ახსენეთ. ხო, ავიღოთ თუნდაც სუპერინტელექტი. ეს არაა უბრალოდ, ჭკვიანი პროგრამა. არა, რაღაც სხვა დონეა. დიახ. ეს არის ხელოვნური ინტელექტი, რომელიც ადამიანის გონებრივ შესაძლებლობებს, ყველა ასპექტში აღემატება. ერთ-ერთ სტატიაში ძალიან საინტერესო მოდელირება იყო აღწერილი. მართლა? ხო, სადაც ასეთმა ინტელექტმა, წარმოიდგინეთ, დაავადების მკურნალობის სრულიად ახალი გზები იპოვა. ისე გაანალიზა მოლეკულარული ბიოლოგია, როგორც ადამიან მკვლევრებს ალბათ აზრადაც არ მოუვიდოდათ. საოცარია. პრობლემების გადაჭრა სულ სხვა კუთხით, ხო, რაც ჩვენთვის მიუწვდომელია. მაგრამ თქვენს მასალებში დიდი ადგილი ეთმობა სიცოცხლის რადიკალურ გახანგრძლივებასაც. კი, ნამდვილად. წარმოდგენაც მიჭირს, რას ნიშნავს საუკუნეები იცხოვრო. როგორ შეიძლება ეს რეალობად იქცეს, ამ წყაროების მიხედვით. წყაროები რამდენიმე, ესე იგი, პოტენციურ ტექნოლოგიას განიხილავს. მაგალითად, ნანობოტები. ნანობოტები? ხო, მიკროსკოპული რობოტები, რომლებიც თეორიულად სისხლძარღვებში იმოძრავებენ და, უჯრედულ დონეზე აღდგენენ დაზიანებებს. კიბოს უჯრედებსაც გაანადგურებენ. დიახ, ასევე გენური თერაპიები ან ახსენები, რომლებიც არამხოლოდ აჩერებენ დაბერებას, არამედ ზოგი კვლევის მიხედვით შეიძლება შეაბრუნონ კიდეც პროცესს. შეაბრუნონ. ვაუ! ხო, ერთ-ერთი ანგარიში ამბობს, რომ ამან შეიძლება გამოიწვიოს სრულიად ახალი სოციალური ფენომენი, მრავალსაუკუნოვანი კარიერები. წარმოგიდგენიათ? წარმოუდგენელია, ოჯახური სტრუქტურებით შეიძლება ალბათ რადიკალურად. რა თქმა უნდა, და ის უამრავ ეთიკურ კითხვას აჩენს, რაზეც წყაროებიც მიანიშნებენ. გასაგებია. ისე კოსმოსეც იყო საუბარი, ხო, ვარბძრავები, ეს ხო პირდაპირ სამეცნიერო ფანტასტიკაა. რამდენად რეალურად განიხილავენ ამას? ვარბძრავები, ალკუბიერ ზრავის კონცეფცია, კი ფანტასტიკურად ჟღერს. მაგრამ წყაროები ხსნიან, რომ ესე იგი, ეფუძნება აინშტაინის ფარდობითობის თეორიას. და გულისხმობს სივრცე დროის ერთგვარ გადაკეცვას ხომალდის გარშემო. თვითონ ხომალდი კი არ მოძრაობს სინათლეზე სწრაფად. სივრცე იკუმშება მის წინ. ზუსტად, მის წინ სივრცე იკუმშება, უკალკი ფართოვდება. თუმცა აქვეა მთავარი პრობლემა, რასაც ერთ-ერთი კვლევა აღნიშნავს. რა პრობლემაა? ამისთვის საჭიროა ეგრეთ წოდებული ეგზოტიკური მატერია. რაღაც, რასაც უარყოფითი მასა ენერგიის სიმკვიდრე აქვს. უარყოფითი მასა. მარტივად რომ ვთქვათ, ეს თითქოს ლოკალური ანტიგრავიტაციის შექმნას გავს და ამის მიღწევა, თანამედროვე ფიზიკისთვის ჯერჯერობით უდიდესი თავსატეხია. გასაგებია. თეორია არის, მაგრამ პრაქტიკა. ჯერ შორსა. დიახ, ჯერ ძალიან შორს. და კიდევ ერთი რევოლუციური იდეა იყო თქვენს მასალებში მატერიის რეპლიკატორები. ესეც Star Trek-იდან მახსოვს. ეს რას ნიშნავს კონკრეტულად? კი, ესეც იქიდან მოდის. მაგრამ ზოგიერთი წყარო მას სავსებით სერიოზულად ფიზიკის კანონების ფარგლებში განიხილავს. რეპლიკატორი არის მოწყობილობა, რომელსაც თეორიულად, ხო, თეორიულად შეუძლია ატომებისა და მოლეკულებისგან ააწყოს ნებისმიერი ობიექტი. ციფრული სქემის მიხედვით. ნებისმიერი? საკვები, წამლები? კი, საკვები, წამლები, ინსტრუმენტები, თუნდაც რთული მოწყობილობები. წარმოიდგინეთ, გჭირდება ენერგია და საბაზისო მასალა და თითქმის ყველაფერს ბეჭდავ. ვაუ! ერთ-ერთი ანალიზი ამას პირდაპირ ფიზიკური დეფიციტის დასასრულს უწოდებს. ამის შედეგები მართლა წარმოუდგენელია. საკვების პრობლემა გვარდება, წარმოება ლოკალური ხდება, ნარჩენები ხრება. ფაქტობრივად. როცა ამ ტექნოლოგიებს ერთად ვუყურებთ, სუპერინტელექტი, მერე ეს თითქმის უკვდავება, კოსმოსური მოგზაურობა, მატერიის კონტროლი. ეს ხომ სრულიად ცვლის ყველაფერს, რასაც ცივილიზაციის განვითარებაზე ვფიქრობთ. ზუსტად. და ეს იდეები გვაიძულებს დავფიქრდეთ არამხოლოდ იმაზე, თუ რა შეგვეძლება ტექნოლოგიურად,
არამედ იმაზეც თუ რას ნიშნავს იყო ადამიანი ასეთ სამყაროში. ხო, როგორ შეიცვლება ჩვენი იდენტობა, ცნობიერება, ფასეულობები, როცა სიცოცხლის, ინტელექტის, მატერიის საზღვრები ასე რადიკალურად იცვლება. ნამდვილად. თქვენს მიერ მოწოდებული მასალები ამ კითხვებსაც სვავს, თუმცა, რა თქმა უნდა, პასუხები ჯერ არ არსებობს. ეს დიდი ფიქრის საგანია. მართლაც, ეს ანალიზი მომავლის მხოლოდ ერთ-ერთ, ალბათ ყველაზე თამამ შესაძლო სცენარს გვიხატავს და რჩება კითხვა თქვენთვის, ჩვენი მსმენელისთვის. ამ გამხილული ტექნოლოგიებიდან თქვენი აზრით, რომელი იქონიებს ყველაზე დიდ, გარდამტეხ გავლენას ჩვენს ცივილიზაციაზე და როგორ უნდა მოვემზადოთ დღეს ამ ცვლილებებისთვის?